ბათუმში მშენებლობის ნორმები გამკაცრდა ცვლილება მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა და შესაბამისად 2014 წლიდან 220 ობიექტის მშენებლობისთვის გაცემულ ნებართვაში კორპუსის ეზოსა და პარკირების ადგილი ზონების მიხედვით განისაზღვრა. გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაცია ფასის გაძვირებას და როგორ აფასებენ ცვლილებას მოქალაქეები. თამარ კიკნაძე არკვევდა. მშენებარე მრავალბინიანი კორპუსის აგება პარკირების ადგილებისა და ეზოს გარეშე ბოლო წლებში ბათუმში ტენდენციად იქცა. ქალაქში ცოტა მოიძებნება ახალაშენებული კორპუსი, რომელსაც საკმარისი ფართი აქვს ტრანსპორტის გასაჩერებლად და პატარების სათამაშოდ. არც იმ მოქალაქეთა რიცხვია მცირე, რომლებიც ამ აუცილებელი პირობების არარსებობის მიზეზით საცხოვრებელს ვერ ყიდულობს. ჩვენ რუსეთიდან გადმოვედით საცხოვრებლად ბათუმში, ძალიან ბევრი ვეძებთ, 2-3 წელი ვეძებთ. ბინა სახლში, რომელსაც ექნებოდა კეთილმოწყობილი ეზო და განსაკუთრებით პარკირების, მანქანების პარკირების ადგილი. მაგრამ ჩვენ ასეთი სახლი ვერ ვნახეთ, ბათუმში არ არის. ახალ კორპუსებს არა აქვს ეს პარკირების ადგილი და იმ სახლებს, რომელსაც ეს აქვს, ძვირია, სამაგაც ძვირია, ასე რომ რუსები რომ იტყვიან ნიდლია ტრუდავოვა ნაროდა. რეგულაციები, რომლებმაც შესაბამისი სტანდარტით მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, მიმდინარე წლის იანვრიდან გამკაცრდა. საცხოვრებლისა და თავისუფალი ფართის თანაფარდობა ზონების მიხედვით განისაზღვრა. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ფართის 70% კორპუსს, 30 კი ეზოს უნდა დაეთმოს. ქალაქის ძირითად ნაწილში თანაფარდობა 50-50-ია. პერიფერიულ ნაწილში კი საცხოვრებელზე 40, ხოლო ეზოსა და პარკირების ადგილზე ფართის 60% მოდის. მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება მიწა-სარგებლობის გენერალურგებისა და კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის თანახმად. აღნიშნული დოკუმენტაცია არეგულირებს თუ ქალაქის რომელ უბანში, რომელ ნაწილში რამდენი კვადრატული მეტრი უნდა დაიჭიროს შენობა ნაგებობამ და რამდენი კვადრატული მეტრი უნდა დარჩეს, ასე ვთქვათ, ეზოსათვის. შეიძლება ნახევარი პირობითად დაკავებული იქნას შენობით, მაგრამ ნახევარი აუცილებლად უნდა იქნას დათმობილი ეზოსათვის. ბუნებრივია რეგულაციების გამკაცრება გარკვეულად შესაძლოა აისახოს მშენებლობის ნებართვის ტემპზე, რიცხვზე, თუმცა ჩვენ მივდივართ მაინც ასეთ ნაბიჯზე. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ გაცილებით ადვილია მშენებლობების კონტროლი იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც თვითმმართველობა გარკვეული პირობით ასხვისებს. სამომავლოდ გერმაკოვი პარკირებისთვის სპეციალური შენობის აგების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ზოგჯერ გრუნტი არ იძლევა ამის საშუალებას, რომ მიწისქვეშა პარკირება გაკეთდეს, მაგრამ სადაც ეს შესაძლებელია და დასაშვებია, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ამას და ვითხოვთ პარკირების მოწყობას. ფართებს, რომლებიც ავტოსადგომს უნდა დაეთმოს, ამ დრომდე მშენებელი კომპანიები ძირითადად საოფისეთ ან კომერციული დანიშნულებისათვის ყიდდნენ. იმის გამო, რომ იგივე ფართი არ დაკარგონ, იძულებულები ხდებიან ავტოფარეხი მიწის ქვემოთ მოაწყონ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ბინების გაძვირებას იწვევს. თქმა უნდა, გაძვირდება სახლის ღირებულება, ფართის ღირებულება. გასაყიდი ფართის ღირებულება გაძვირდება, მაგრამ მათ ექნება შემდეგში სრული კომფორტი ეს მუდმივად. გამკაცრებული მოთხოვნების პირობებში მერიას მშენებლობის ნებართვა 220 ობიექტზე აქვს გაცემული.